საქართველოს როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო პრემიერ-მინისტრმა საქართველოს უმნიშვნელობაზე აბუ-დაბიში მდგრადი განვითარების კვირეულის ფარგლებში ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ ენერგეტიკისა და დაკავშირებადობის საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, ასევე ილაპარაკა იმ პროექტებზე, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობასა და განვითარებასთან. გარდა ამისა, მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის ერთგული რჩება. სამიტის პარალელურად მთავრობის მეთაურმა დელეგაციასთან ერთად მაღალი დონის შეხვედრები გამართა, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებიც. ვიზიტი დასრულებულია. სოფო ბერიძე გვერდება აბუ-დაბიდან. გამომდინარე იქიდან, რომ ისტორიულად საქართველოს, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდია, ოფიციალურ თბილისს აქვს ამბიცია ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია გაზრდოს და ამ მიმართულებით საქართველოს კიდევ უფრო მიმზიდველი გახადოს. ამისთვის კი სახელმწიფო არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, ისეთებს, რომლებსაც შეიძლება ითქვას, რომ გლობალური დაატვირთვა აქვს. სწორედ ასეთ პროექტებზე ისაუბრა დღეს მთავრობის მეთაურმა მდგრადი განვითარების სამიტის ფარგლებში ლიდერთა დიალოგის ფორმატში. შუა დერეფნის პერსპექტივები, საქართველოს როლი და ამბიციები. ყველაფერს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლიდან ნახავთ ჩვენს რეპორტაჟში, ასევე მოისმენთ ინფორმაციას იმ შეხვედრების თაობაზე, რომელსაც ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ქართული დელეგაცია 3 დღის განმავლობაში აბუ-დაბიში მართავდა. კონსტიტუციით გამყარებული საგარეო კურსის ერთგულება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს კიდევ ერთხელ გლობალურ ფორუმზე დაადასტურა. ირაკლი კობახიძემ ევროპულ ინტეგრაციას მდგრადი განვითარების სამიტზე ლიდერთა დიალოგის ფორმატში პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი უწოდა. მთავრობის მეთაური იმედოვნებს, რომ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკის საქართველოს ბრიუსელში პოლიტიკური ცვლილებების საფუძველზე ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდება. მანამდე კი ქვეყანა ასოცირების დღის წესრიგით გაწერილ ნაბიჯებს მიხვება. კონსტიტუციაშიც არის გაწერილი, რომ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისკენ ვიცრაფვით ამ გეგმას თანმიმდევრულად მივყვებით. თანმიმდევრულად ვასრულებთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებითა და დღის წესრიგით ნაკის რვალდებულებებს. საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა არა მარტო რეგიონში, არამედ მის მიღმაც. ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყანა ვართ. ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ბოლო 5 წლის განმავლობაში 9.3% იყო. ესეც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში. ყველამ სწორად უნდა შეაფასოს ეკონომიკური წარმატება, რაც იმ ეკონომიკური რეფორმების შედეგია, რასაც ქვეყანა ახორციელებს. ეს იმის შედეგიცაა, რომ კორუფციის დონე საქართველოში რეგიონში ყველაზე დაბალია და ამ კუთხით ევროკავშირის 10 წევრ სახელმწიფოზე უკეთესი მაჩვენებელი გვაქვს. ამდენად თუ საქართველოს მიღწევების დადებითი და სამართლიანი შეფასება მოხდება, იმის ენთუზიაზმიც უნდა არსებობდეს, რომ მოხდეს საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ სივრცეში. საქართველოს ბუნებრივად არის ევროპის ნაწილი, მაქსიმუმს ვაკეთებთ წინსვლისა და პროგრესისთვის. ჩვენი ქვეყანა ეკონომიკური ზრდის მმართველობის სისტემის გაუმჯობესების კუთხით გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში არსებული სირთულეების მიუხედავად გარკვეული პოლიტიკური გარემოებების ცვლილების კვალობაზე ესეც დასრულდება. ამავე ფორმატში მთავრობის მეთაურმა ოფიციალური თბილისის ხედვა იმ პროექტების თაობაზე გაახმიანა, რომელიც ახალ გლობალურ კონტექსტში ყოველწლიურად სულ უფრო მეტ აქტუალობას იწენს. ასეთებს შორის არის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, ის რომელიც ევროკომისიამ პრიორიტეტების ნუსხაში ჩასვა და რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ტრანსფორმაციულ პროექტად მიიჩნევს. ეს არის 1135 კილომეტრის სიგრძის შავი ზღვის კაბელი, რომელიც საქართველოს ევროპულ ენერგო ბაზართან დააკავშირებს. დამატებით პრემიერი ამბობს, რომ 2036 წლისთვის ჩვენი ქვეყანა ენერგეტიკულად სრულად თვითკმარი უნდა იყოს, რათა საქართველოში გამომუშავებული ენერგია ევროპულ ბაზარზე გავიდეს. ჩვენი განზრახვაა, რომ ელექტროენერგიის გამომუშავება გავზარდოთ 4800 მეგავატიდან 11500 მეგავატამდე. ეს ამბიციური, თუმცა რეალისტური გეგმაა. ამ ინიციატივის ფარგლებში ჩვენ გვაქვს შანსი მოვიზიდოთ ინვესტიციები. დიდი სარგებლის მომტანია ენერგეტიკის სექტორში კაპიტალ დაბანდება, განსაკუთრებით ჰიდროენერგეტიკის მიმართულებით. თუმცა საქართველოს მზისა და ქარის ენერგიის გამომუშავების სფეროშიც შეგვიძლია ინვესტიციების მოზიდვა. ჩვენი სურვილია ქვეყანა თვითკმარი გახდეს 2036 წლისთვის. 2036 წლისთვის ვიქნებით ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა და ევროპის ბაზრებს მოვამარაგებთ. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს მივიჩნევთ ტრანსფორმაციულ პროექტად. ჩვენ გავზრდით ჩვენს წარმადობას გენერაციის მიმართულებით და ექსპორტისთვის გვექნება გამომუშავებული ელექტროენერგია. ევროპაში სხვა ბაზრებსაც გავივლით. ამ პროექტის განხორციელების გარეშე რთული იქნება 2036 წლისთვის არსებული ენერგორესურსების პოტენციალის სრულად გამოყენება. სწორედ ამიტომ ვანიჭებთ ასეთ დიდ მნიშვნელობას ამ პროექტს და გვიხარია, რომ ევროკომისია მის პრიორიტეტების ნუსხაში შეიტანა.
საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა და ისტორიული როლი ევროპისა და აზიის დაკავშირებადობის საკითხში. პრემიერი ამბობს, რომ თბილისს აქვს ამბიცია გაზარდოს საკუთარი სატრანზიტო ფუნქცია. ამისთვის კი ქვეყანა მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს. ვიყენებთ სტრატეგიულ ადგილმდებარეობას, გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები, რომ გავაძლიეროთ დაკავშირებადობის შესაძლებლობა ტრანზიტის კუთხით და ვახორციელებთ ინვესტიციებს ინფრასტრუქტურაში, ვაშენებთ ავტომაგისტრალებს. 2030 წლისთვის ყველა სეგმენტის მშენებლობა იქნება დასრულებული. ვითარდება რკინიგზის ინფრასტრუქტურა, ხდება რკინიგზის და საზღვაო პორტების მოდერნიზაცია. ჩვენ ავაშენებთ ახალ პორტს შავ ზღვაზე, ღრმა წყლოვან პორტს ანაკლიაში. ჩვენ არსებითად მოვახდენთ ქვეყნის ტრანსფორმაციას, რომ გაძლიერდეს დაკავშირებადობის შესაძლებლობა და უნარი. ეს ჩვენ ოპტიმისტურად განგვაწყობს, რომ ქვეყანა მიაღწევს განვითარების არსებითად ახალ დონეს საშუალო ვადიან პერსპექტივაში. ყველაზე მეტი შეთანხმება ამ კუთხით ჩვენ გვაქვს რეგიონში ევროკავშირთან, DSET-ის ქვეყნებთან, თურქეთთან და არაბთა გაერთიანებულ საიმიროებთან, ჩინეთთან. ეს განსაკუთრებულ უნარს გვაძლევს, რომ ეკონომიკურად ვიყოთ დაკავშირებული ერთმანეთთან და ეს ქვეყნები დავაკავშიროთ ერთმანეთს. ძალიან ძლიერი ეკონომიკური პოლიტიკა გვაქვს ყველაზე დაბალი საგადასახადო განაკვეთებით და კორუფციის დაბალი დონით. ეს ყველაფერი არის ის სარგებელი, რომელიც ქმნის შესაძლებლობებს საქართველოსთვის, რომ ძალიან მნიშვნელოვანი სვეტი იყოს ამ დერეფანში. აბუდაბიში ვიზიტის ბოლო დღე საქართველოს დელეგაცია მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტთან შეხვედრით დაიწყო. ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, კერძო ინვესტიციები და რეგიონში მიმდინარე პროცესები. ორივე ქვეყანა მზად არის თანამშრომლობის კუთხით არსებული რესურსის სრულად ათვისება მოხდეს. გითხრა სრული მხარდაჭერა ყველა მიმართულებით, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი ამოცანა ამ კუთხით არის ორმხრივი ურთიერთობების განვითარება ქვეყნებს შორის, ხელისუფლებებს შორის, ასევე კონკრეტულ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან და ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის პირადი მხარდაჭერა. ვისაუბრეთ სამშვიდობო პოლიტიკის მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში შუა დერეფნის განვითარებაზე, მის პოტენციალზე და საქართველოს როლზე ზოგადად დაკავშირებადობის თვალსაზრისით. სამი დღის განმავლობაში საქართველოს დელეგაციამ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით არაერთი შეხვედრა გამართა საერთაშორისო მასშტაბის კომპანიებთან. მათ შორის ირაკლი კობახიძე შეხვდა Eagle Hills-ის, აბუ-დაბის პორტების ჯგუფის, უმსხვილესი საინვესტიციო კომპანია Damag Properties ხელმძღვანელებს. თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა კომპანია Pripcos-თან, რომელიც უძრავი ქონების სექტორში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაზე მუშაობს. როგორც რეპორტაჟიდან მოისმინეთ, ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის ხელმძღვანელი, რომელთანაც შეხვედრა გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ეს Eagle Hills-ი გახლავთ, მუჰამედ ალობარი საუბრობს იმის თაობაზე, რომ მისი კომპანია საქართველოში შეეცდება დიდებული საქმის გაკეთებას, იცით, რომ ისტორიულ და უპრეცედენტო ინვესტიციასთან გვაქვს საქმე, 6.6 მილიარდი არის ინვესტიციის მოცულობა, რომელსაც ეს კომპანია საქართველოში დააბანდებს. თავის მხრივ საქართველოს მთავრობის მეთაური ამბობს, რომ სახელმწიფო თავიდან ბოლომდე იღებს პასუხისმგებლობას ამ პროექტის წარმატებით განხორციელებაზე, სწორედ იმიტომ, რომ აღნიშნულ პროექტს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანა შეუძლია. 11 მილიარდი ლარი შეემატება საქართველოს ეკონომიკას. წლის განმავლობაში საშუალოდ 10 წლის მანძილზე წლიური წრეში საშუალოდ შეემატება 700 მილიონი ლარი ქვეყნის ბიუჯეტს. ერთი კონკრეტული საინვესტიციო პროექტიდან ამხელა მოგება ექნება როგორც ეკონომიკას, ასევე ბიუჯეტს 24,000 სამუშაო ადგილი შეიქმნება უშუალოდ პროექტის განხორციელების ეტაპზე და 8,000 მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება პროექტის დასრულების შემდეგ. ერთ კონკრეტულ პროექტს აქვს ამხელა ეფექტი ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე ყოველგვარი ნეგატიური ფაქტორის გარეშე. ამით საქართველოს დელეგაციის აბუ-დაბიში ვიზიტი დასრულებულია. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველო მდგრადი განვითარების სამიტში მონაწილეობის მიზნით ჩამოვიდა. მადლობა სოფო ბერიძე საუბრობდა აბუ-დაბიდან.